მოგესალმებით ბატონო სულხან, თქვენს გქონდათ მკაცრი შენიშვნები სხვადასხვა მიმართულებით, თქვენ საუბრობდით იმაზე, რომ არ იყო თქვენი კონკრეტული შენიშვნები გათვალისწინებული, ხაზი გაესვა აკადემიას და იქ იყო კიდევ სხვა ქვეპუნქტებიც. რეალურად როგორ აფასებთ და დაუჭერთ თუ არა ამ ბიუჯეტს მხარს და ზოგადად ბიუჯეტი, რომელსაც არ უჭერდა უმრავლესობა მხარს, დღეს უკვე საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა ხმათა უმრავლესობა მოაგროვოს მან. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, რაც არის მნიშვნელოვანი ალბათ და რაც კონკრეტული პასუხი უნდა გქონდეს არის ის, რომ ჩვენ არ დაუჭერთ ბიუჯეტს მხარს და ამას აქვს ძალიან კონკრეტული მიზეზები არის შემდეგი. რაიონებთან დაკავშირებით ეს ბიუჯეტი არის რეგრესული ერთმნიშვნელოვნად, იმიტომ რომ 14 მილიონით მცირდება რაიონების დაფინანსება, როცა ჩვენ მხარს უჭერდით 2014 წლის ბიუჯეტს, მაშინ ეს იყო 44 მილიონი და ამის გამო დაუჭირეთ მხარი, იმიტომ რომ რაიონებისთვის ძალიან კონკრეტული თანხები იყო გამოყოფილი, დღეს როგორც ჩანს, ესე არ ჩათვალა მთავრობამ და ფიქრობს, რომ რაიონებში პრობლემები არის მოგვარებული და რაც არის ძალიან მცდარი წარმოდგენა აჭარის რაიონებთან მიმართებაში, შესაბამისად მათ დააკლეს 14 მილიონი, რამაც გამოიწვია ჩვენი სერიოზული გულისხმობა. ჩვენ ვიყავით ლობისტები, ასე ვთქვათ, რაიონული პოლიტიკის განვითარების აჭარაში და შესაბამისად ეს იყო გადამწყვეტი ჩვენთვის, რომ არ მიგვეცა ხმა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საზღვაო აკადემიის დაფინანსება, რაც არის ჩვენი ქალაქისთვის და ჩვენი კუთხისთვის ძალიან ტრადიციული აკადემია. და მოხდა ისე, რომ არც ეს გაითვალისწინეთ, უფრო მეტსაც გეტყვით, 40 შენიშვნაზე მეტი იყო, რაც საგნობრივი მნიშვნელოვანი შენიშვნა აჭარის უმაღლეს საბჭოდან გადაგზავნილი მთავრობაში და გათვალისწინებული იყო მხოლოდ 3 და მათგან 1 იყო რედაქციული ხასიათის. ბუნებრივია ესე დამოკიდებულება, რომელსაც დღეს ამჟღავნებს აჭარის უმაღლეს საბჭოს მიმართ მთავრობა, ის არ იმსახურებს მხარდაჭერას და ჩვენ გადაწყვეტილება არის ძალიან მყარი და კონკრეტული, ჩვენ არ დაუჭერთ ბიუჯეტს მხარს და რატომ? კიდევ ერთხელ მარტივი დისკრიფციით რო ავუხსნათ მოსახლეობას, სოციალურ პრობლემატიკას სჭირდება სოციალური პასუხები, ეკონომიკურ პრობლემატიკას სჭირდება პასუხები, რომელიც ეკონომიკურ საკითხებს გადაჭრის და არა ის ლირიკა, რომელსაც ვისმენდით დღეს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ჩვენ ვთვლით, რომ ეს ბიუჯეტი არ არის ადეკვატური ასახვა იმ პრობლემებისა და იმ პრობლემებთან ბრძოლის ბიუჯეტი, რომელიც დღეს რეგიონის წინაშე დგას. ეს ბიუჯეტი ჩვენი მხრიდან მხარდაჭერილი არ იქნება.